მართლმადიდებელი სამყარო 27 აპრილს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. კვირაცხოვლობას აღდგომის განახლებასა და თომას კვირასაც უწოდებენ. დღესასწაულზე ტაძრებში არტოსი რიგდება. საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს, მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ. ეს არის თომას კვირა და იცით თქვენ რომ მაცხოვარი რო შედის დახშულ კარებში და კედელში გადის, შედის მოწაფეებთან და ეცხადება მოწაფეებს და იქ თომა არ არის იმ დროს იქ თომა არ იმყოფება და დაარიგებს, აკურთხებს, განაწყობს, განამტკიცებს და მე თომა რომ მოდის თომა არ იჯერებს ამ ვერაოს, ანა მეო არ დავინახაო და არ შევეხებიო მასო. თომა იყო თვითონ ისეთი პიროვნება, რომ სულ ისეთი მისი რწმენა, სულ ეძებდა რწმენის საფუძველს, საყრდენს. ესეთი პიროვნება იყო თვითონ, ძალიან კვიმატი იყო რა, ესეთი, რომ სანამ თვითონ არ დარწმუნდებოდა და იცით თომას სახარებაც არსებობს და იქაც ჩანს. ერთ-ერთი უძლიერესი მოციქული იყო მათ 12-თაგანთა შორის. ხო და რო ეუნებიან არ იჯერებს და მე ამ დროს ისევ შედის მაცხოვარი და ეუნება რომ თომაო აი ეუნება რომ აი მოდიო მოიღეო შენი თითიო და ჩადეო ჩემს ამშვალ ადგილებშიო გვერდზეო ჩადეო შენი ხელიო გვერდშიო და მაშინ იწამებს თომა და იძახის რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და ესეთ საინტერესო სიტყვებს ეუნება მოციქულებს რომ ნეტარ ხარ თქვენაო რომელთაო მეო მიხილეს და გწამსო მაგრამ ნეტარ არიანო, ანუ თქვენზე უფრო ნეტარნი ისენი არიანო, ვისაც არ უხილავარო და მრწმენენო. და აი ჩვენ ეს შანსი გვაქვს რა, ეს შანსი მოგცა ჩვენ ღმერთმა და ღმერთმა მოგცეს ყველას იმისი უნარი, რომ ბოლომდე ვიწამოთ ქრისტე და ბოლომდე ვიწამოთ ქრისტეს აღდგომა.